სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ საკითხს გაარკვევენ და რეაგირება ამის შესაბამისად ექნებათ. განცხადება გაავრცელა კომპანია სანტემ, რომელიც სოფლის ნობათთან და აგროჰაბთან ერთად ლაშა პაპაშვილის ფერმიდან იღებდა რძეს. ცნობისთვის ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა 4 წლიანი სასამართლო დავა მოუგო კომპანია ბიუბიუს, რომლისგანაც ქათმის ნედლ ნაკელს ძროხების საკვებად ყიდულობდა. პაპაშვილი სარჩელში ამტკიცებდა, რომ ანტიბიოტიკების შემცველობის გამო საქონელი დაეხოცა, ამიტომ ზარარის ანაზღაურებას ბიუბიუსგან ითხოვდა. სასამართლომ კომპანიის მფლობელს 4,7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. რევაზ ვაშაკიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ნაკელს სასუქად ყიდიდა და არა ცხოველების საკვებად. თამარ დემეტრაშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. თამარ, გისმენთ. კომპანია ბიუბიუს დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე უახლოეს დღეებში მედიასთან კომუნიკაციას და სასამართლო დავის დეტალებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებს. ჩვენ ვესაუბრეთ რეზო ვაშაკიძეს, რომელმაც გითხრა, რომ ჟურნალისტებს პაპაშვილთან წარმოებული დავის ყველა დოკუმენტს მიაწვდეს. ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია სკინტლის სკანდალს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს ცნობილი კომპანიების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით და კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფოს ვალდებულება. ჩვენ ასევე დავინტერესდით, იცოდა თუ არა სააგენტომ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ფერმაში საქონლის მასობრივი დახოცვის შესახებ. შეატყობინა თუ არა პაპაშვილმა მომხდარი სახელმწიფოს, ასევე დავინტერესდით, სად წაიღეს დახოცილი საქონლის ხორცი. ჩვენ ამ დროისთვის ველოდებით კითხვებზე პასუხს სურსათის სააგენტოდან, რაც შეეხება სანტეს, სოფლის ნობათსა და აგროჰაბს კომპანიებს, რომლებიც ლაშა პაპაშვილის ფერმიდან იღებდნენ რძეს. განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ სანტემ გააკეთა. აგროჰაბის გამოხმაურებას კი ველოდებით, ისინი ამ საკითხზე მუშაობენ, გითხრას რომ მუშაობენ და უახლოეს საათებში იქნება ეს განცხადებაც ასევე გაკეთებული. ბიუბიუსა და ლაშა პაპაშვილს შორის არსებული სასამართლო დავის გახმაურების შემდეგ ცნობილი ხდება პაპაშვილის ფერმის ყვარლის ბაგის დაფუძნების დეტალებიც. პაპაშვილმა ამისთვის თავის დროზე სახელმწიფოს ფულიც გამოიყენა. მას მიღებული აქვს დაფინანსება პროგრამა აწარმოე საქართველოსგან, დაფინანსება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან, ასევე მიღებული აქვს დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან. რაც შეეხება სასამართლოს დავას, ბიუბიუმ ლაშა პაპაშვილს 4,700,000 ლარი უნდა გადაუხადოს, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის სასამართლომ 2018 წელს ძროხების დახოცვაში ბიუბიუდან ნაყიდი ნაკელის ბრალეულობა ვერ გამოკვეთა. ხელახალი სარჩელით უკვე 2024 წელს პაპაშვილმა თბილისის სასამართლოში მოახერხა პროცესის მოგება. მადლობა, ეს თამარ დემეტრაშვილი იყო ფორმულას ეთერში.